სოფელ აზისკენის მოსახლეობა ბუნებრივი აირის პრობლემას უჩივის და ამასთან დაკავშირებით სოფლის ცენტრში აქცია მოაწყვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოკარ ჯორჯიამ მრიცხველები დაამონტაჟა და ქსელი გაიყვანა. თუმცა ბუნებრივი აირი არ ჩართულა. ადგილობრივები ამ პრობლემის ბოლომდე მოგვარებას ითხოვენ. ბუნებრივი აირი არ გვაქვს, შეშაც არ გვაქვს. აქამდე გაზის ბალონებს ვტენიდით. ახლა კიდევ გაზიც აღარ მოაქვთ. ამბობენ 30 ოჯახის გამო აქ ვერ ამოვალთო. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. იქნებ ეს პრობლემა მალევე მოაგვარონ. 5 თვის წინ სოკარმა გაზის მრეცხველები დაამონტაჟა და ქსელები გაიყვანა. თუმცა დღესდღეობით ბუნებრივი აირი მაინც არ მოგვეწოდება. შეშაც არ გვაქვს, ძალიან გვიჭირს. ბავშვებს სკოლაში ვერ უშვებთ სიცივის გამო. გვაინტერესებს რის გამო ვიხდით თვიდან თვემდე 25 ლარს. ეს მრეცხველის დაყენებისთვის განკუთვნილი თანხაა, თუმცა თუ გაზს არ გამოუშვებენ, ამ თანხასაც აღარ გადავიხდით. როგორც სოკარ ჯორჯიას მარნეულის სერვის ცენტრში აცხადებენ, მათი მილის დაზიანება გამოიწვია გარე განათების ბოძის დაყენებამ. პრობლემის მოგვარება ბოძის გადაადგილებისთანავე დაიწყება. სოფელ აზისკენში გაზის არ ქონის მიზეზი ელექტროენერგიის ბოძია. როცა მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, არასწორ ადგილზე დაამონტაჟეს, რამაც გამოიწვია გაზის მილის დაზიანება. პრობლემის შესახებ თვითმმართველობას რამდენჯერმე შევატყობინეთ. როგორც კი ელექტროენერგიის ბოძს სხვა ადგილზე გადაიტანენ, ჩვენი კომპანია გაზის მილის შეკეთებას დაუყოვნებლივ დაიწყებს. ამით გამოსწორდება აღნიშნული პრობლემა. როგორც ტახი რუსტამოვმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამ დროისთვის სოკარ ჯორჯიას წარმომადგენლებთან ერთად ბოძის გადატანაზე მუშაობდნენ და პრობლემა უახლოეს დღეებში გადაწყდება. 2 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტრადიციული თათბირი გაიმართა. გამგებელი და მისი მოადგილე ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებსა და სპეციალური სამსახურის აგრეთვე სურსათმოქმედობის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. პირველ ჯერზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა სოფლებში თავის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა და სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში არსებული პრობლემები მოისმინა. სოფელ ოფრეთში არსებულ პრობლემებზე ამირან ქიმაძემ ისაუბრა. გარკვეული პრობლემა იყო შესაძლებელი წინა თათბირზე გითხარით, რამოდენიმე მოსახლეს ბატონ ვალერის უთხარ და აღარ მოხერხდებოდა და ჩვენი ძალებით მოვახერხებთ რამოდენიმე მოხუც 8 კაცს 8 ოჯახს არ იყვნენ რეგისტრირებული ბანკში და ალბათ მაგიტომ არ მიეცათ. დანარჩენ სოფლის მეურნეობის სოფლის პროგრამით მიმდინარეობს წყლის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის და დამთავრების სტადიაშია, ავზია გასაკეთებელი ბეტონით აკეთებენ რეზერვუარს და იმის შემდეგ ალბათ რამოდენიმე კვირაში შეიძლება მორჩეს ის და გაიშვება. წერაქვში მსხვილფეხა შინაური ცხოველების აცრა განხორციელდა. ამის შესახებ დავით კუპატაძემ ისაუბრა. აგრეთვე მან სოფელში არსებულ წყლის პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა. წინა კვირაში პირველ კვირა ცხოველები აცრეს სოფლზე და იმაზე თურქულზე. ჯანხოსზე ჯერ არ დაუწყიათ რა უამინდობა უშლით ხელს, თუმცა ხელშეკრულებაზეც არ აქვს ჯერ ხელი მოწერილი, მაგრამ ვიცი ვინც უნდა გააკეთოს მაგ იმასთან კავშირი. ამინდი როგორც შეუწყობს ხელს, იქ მალევე მორჩებიან. გარე განათება როგორც მოიხსენებათ, ჩაირთო სიონსა და წერაქვში. წერაქვში ნორმალური მდგომარეობაა. არ იქნება წყალი ფიზიკურად. ისე როგორც ზაფხულში სიცხე აჩერებს წყალს და აღარ არის. ზამთარში ის რაც მოდის კაპტაში, ძალიან მცირე ოდენობაა რა და პატარა ოდნავ ყინვა და ყინავს, აღარ შემოედინება. სოფელ კასუმლოს ტერიტორიულ ერთეულში სასმელი წყლის პრობლემა ეტაპობრივად გვარდება. აღნიშნულზე რივშან ისმაილოვმა ისაუბრა. Первую главную линию уже восстановили. Сегодня проверить, а сегодня начнут вторую главную линию вот это проверять и устранять недостатки. Вот Бейтарапчевский вопрос опять больше 30 метров работа не идет. Косумно до 5 числа они должны закончить. Уже было не подключено, потому что у них проект такой был, чтобы скважины и поставить бак. А проводить линию на проект не было предусмотрено. Деньги на что хватило, то сделали. Лашло уже завершился, Пуща завершился. Ну, Байталов, там 7 кастрюлей было. Они не завозили. Вчера завозили 7 кастрюлей, это не понравилось населению, потому что разные и ношенные. Это 40-литровые кастрюли.
სოფელ ქუთლიარის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფელ ლეჟბადინში არსებული პრობლემების შესახებ, კერძოდ არასწორად დამონტაჟებული ხიდის შესახებ ახმედ შაბანოვმა ისაუბრა. Например, хутор Лежбадина всего было 5000, вы тоже 35 добавили, это мост сделали. На конце такое огромное дело сделали, на конце так получается ничего не сделано там люди. Знаешь, один сейчас машин не может там выходить. Там мелочь остался, гравием заполнить одна сторона. Это так оставили, это строительство, не знаю, что. На Муганло ограждение сделал мы парке 300 метров, но очень красиво получается, как коридор. Но только сзади сторону остался, это не хватало, и это самозахват было там. И там незаконно, это надо, границы надо определить, нам это помочь. И это парк, я хочу, как нигде не сядет это. На баланс КМГБ можно привести это, да, я письмо напишу тогда. სურსათ უნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა დღევანდელ თათბირზე შინაური ცხოველების აცრასთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილეს. სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს კი დახმარება სთხოვეს. ასევე ისინი შეხვდნენ საწყავი წყლის ვარგისიანობის საკითხს. განმეორებით ტარდება ცოფლის ვაქცინაცია, მოგეხსენებათ იყო უბედური შემთხვევა დაიღუპა შულავერში 53 წლის კაცი, რომელსაც მიზეზი ფაქტიურად არ ქონდა დაკბენილი. არც ოჯახის წევრები არ იხსენებენ, რომ ქონდა კონტაქტი ცხოველთან, იყო მწყემსი და სავარაუდოდ შეიძლება ქონდა ნაკაწრი და ალბათ გარეული ცხოველისგან იყო უფრო. იქ სოფელში ამობდნენ, რომ ჩვენთანო ვაქცინაცია არ ჩატარებულა, არ ჩერდებით, სულ არის ეს კამპანია და ყურადღება მიაქციეთ ხოლმე თქვენს ჩვენ ამცრელებს და მოგვაწოდეთ ინფორმაცია თუ სადმე რომელიმე უბანს გამოტოვებენ, ან არ მიდიან. ჩვენთან მოდის ინფორმაცია, რომ მეტი არ არის ამ სოფელში, იყო ამდენი სული. ამიტომ თქვენ აკონტროლეთ და გვითხრით, რომ ან არ გააკეთეს სრულყოფილად, ან არის მეტი გასაკეთებელი. წყლის პრობლემა მარნეულში არ დადგა, იმიტომ რომ შევამოწმეთ გარკვეული უბნებიდან სახელმწიფო პროგრამა იყო და უფრო ბოლნისში მოხდა რაღაც წყალთან დაკავშირებით ბევრი პრობლემები. მაგრამ რაც შეეხება წეღან სარწყავ წყალზე იყო, მე მესმის რომ სარწყავი წყალი იმდენად რთულია თქვენ ტერიტორიაზე, რომ ოღონდაც მოიპოვოთ და მაგრამ კომპანია რადგან ითხოვს თანხებს, ხო მოსახლეობამ ხო უნდა გაიღოს. ბატონო მე რომ თქვენ თუ მოთხოვთ ამ კომპანიას რომ წელიწადში ერთხელ მაინც გააკეთოს კონტროლი, შეიძლება თუ არა ვარგისი იყოს ეს წყალი სარწყავად. 2 დეკემბრის თათბირზე მუნიციპალიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც ისაუბრეს. ერთ-ერთი იყო დიოკნისი, სოფელი დიოკნისი, თამარისის საკრებულოარი. გაფორმებულია უკვე ხელშეკრულება გაფორმდა სხვასთან, გაუქმდა იმას, ვინც ვერ გააკეთა აქამდე. გაფორმდა ხელშეკრულება და გვეუბნებიან, რომ 2 კვირაში მაგ პროექტს დაასრულებენ. ლეჟბადინი იყო გაჩერებული და დღეს უკვე მილები ჩამოიტანეს, სპეციალურად ჩემი გაყოფილების უფროსი წასულია დაასურათებენ და აუცილებლად მერე გადადიან მეორე ქესალოში და შემოვლენ ხუტორ ლეჟბადინის ხიდზე, უკვე დავავალე და შეიძლება უკვე იქაც არიან. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2 დეკემბრის თათბირზე ესწრებოდა მარნეულის ენერგოპროჯორჯიას წარმომადგენელი გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა კვლავ საყუდრით მიმართა ლევან გუგუჩიას. ფიდერის გამოსვლა ეს არის პირველი კომპანიის შესაძლებელი ჩუდი. ამის გამოსვლის შემდეგ პირველი წინააღმდეგ მოდის ჩვენთან პირველი დროზე აღადგინეთ ჩავხდეთ მალე მოსახლეობა ჯერუშუხოთ და პირველი ელექტროენერგია არ იყიდება და რა თქმა უნდა ძალიან ცუდი. პირველი პრობლემა არის ჩვენთვის ეგ რომ ავარიები გვაქვს ქსელში. რა თქმა უნდა არანაირი საბოტაჟი ავარიები ხდება. შეიძლება არის ეს ფიდერი მკვიდრული ხაზი, რომელსაც მიესწრებულია რამდენიმე ტრანსფორმატორი. შეიძლება რომელიღაც ტრანსფორმატორზე ან კაბელი დაზიანდეს, ან რაღაც შეძროს რაღაცა, ნებისმიერ რაღაცა მოახდინოს ამ კაბელის გადაფარვა და ის თუ მთლიანი ხაზი. რითი ვერ მოხდა მე ამ კაფეს პრობლემების სამუშაობა. რითი ვერ მოხდა ამ პრობლემების სამუშაობა. რა გახდა ამისთან რომ ამი გაკეთე. რა მოხდა მაგალითად მე თქვენ გეუბნებით. რა მოხდა, რა პრობლემაა ის რომ ითიშევა მაგალითად ტრანსფორმატორი ცალ-ცალკე გადამთვლელი იყოს და იქ არ ხდებოდა თლიანი სხვადასხვა ქსელით და ერთი ქსელით გათიშვა მოხდეს. ესენი ხო ეკრენა, ხო გაფუჭებული და ხო ადგენა უნდა მაგას. ეს მაღალძაბას და დაბალძაბას აყენია ესე ხოლმე. დაბალძაბის პრობლემა არის მაღალძაბას ეხება. მაღალძაბის ხაზს ეხება. რაც შეეხება კიდევ ქვესადგურის კაბელები არის მოძველებული,
რომელიც ეხლა 15 დეკემბრის შემდეგ იგეგმება ამ კაბელების შესვლა მთლიანი ქვესადგურის გამონაწილებელი უჯრედის შესვლა ხდება. რომელიც გამოასწორებს ამ მდგომარეობას. მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ სპორტულ სიახლეებზე ბექა ნავერიანმა ისაუბრა. მიგან ჩვენ სპორტსმენებმა ჩამოვიტანეს 6 პირველი ადგილი და 6 მეორე ადგილი. ჩატარდა კიდევ თბილისში ოლიმპიური ჩემპიონის მერი ხაბილოვის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი სპორტულ ჯგუფში. აღნიშნული ტურნირიდან ჩამოიტანეს ჩვენ სპორტსმენებმა 1 პირველი ადგილი და 1 მეორე ადგილი. 20 დეკემბერს ქალაქ მარნეულში უმასპინძლეთ რესპუბლიკურ ტურნირს სპორტულ აკრობატიკაში. აქ ჩამოსულები რუსთავის, თბილისის, თერჯოლის, ქუთაისის, ბათუმისა და სპორტსმენები და ჩვენმა სპორტსმენებმა დაიკავეს 2 პირველი ადგილი. ასევე ფინდათ მარნეულში ტარდება ახალგაზრდული ღონისძიება. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონის განვითარების ცენტრი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ფონდი ნედის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს ახალგაზრდების ხმა განვითარებისათვის საგარეჯო სიღნაღის, გარდამის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. ამ შეხვედრაზე ახალგაზრდები თვამდიდან 25 წლამდე დაბლობენ მონაწილეობას აქტიური ახალგაზრდები ჩვენი მარნეულის და აქ არის თემები დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპები, თანამიმოწმეობის და ჩართულობის ძირითადი ფორმები და ინსტრუმენტები ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტის მიღების პროცესში, საპრეზენტაციო ნარჩევების განვითარება, პროექტის დაგეგმა და განხორციელება, მედიის წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაცია. შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტში ჩართული ახალგაზრდების მიერ დაგეგმილი პროექტის მეშვეობით. ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალგაზრდების ინიციატივის დაფინანსება. ამ ყველა რაიონიდან გამოირჩევენ თვითოსამსახურებას და წაიყვანენ იმაში რა ქვია პარლამენტში და შეახვედრებენ ჩვენი მუნიციპალიტეტის იმას დეპუტატს. და შემდეგ ბოლოს ჩატარდება კონფერენცია თბილისში, რომელსაც პროექტის აქტიური მონაწილეობის გარდა დაესწრება არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების, აკადემიური ინსტიტუტების, ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფის და მასმედიის წარმომადგენლები. შემდგომ თითოეული ჯგუფი დაგეგმავს და ჩაატარებს შეხვედრებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და გამოიყენებს ადგილობრივი მასმედია საბეკატირების კამპანიის ჩასატარებლად. 2 დეკემბრის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თათმირმა 5 საათი გასტანა. კოლეგებმა პრობლემებზე იმშელეს და მომავალი სამოქმედო გეგმები დასახეს.